ცნობილი რეჟისორის მრავალმხრივი შემოქმედება კიდევ ერთხელ გაცოცხლდება. ეროვნული არქივის კინოთეატრი გელა კანდელაკის ფილმებს წარმოადგენს მაყურებელი მხატვრული თუ დოკუმენტური ნამუშევრების აღდგენილ ვერსიებს, მისი მონაწილეობით ცნობილ ფილმს და რეჟისორის ხელმძღვანელობით შექმნილ ანიმაციურ ნამუშევრებს ნახავს. კინოჩვენებები რეჟისორისა და მსახიობის იუბილეს ეძღვნება. არაერთი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმის ავტორის უკავშირდება ჩრდილების თეატრის დაარსების იდეაც. ბუდრუგანა, რომელიც ცნობილმა რეჟისორმა 80-იან წლებში დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობით შექმნა, დღემდე ფუნქციონირებს და სპექტაკლებს საქართველოს მასშტაბით მართავს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში გელა კანდელაკის იუბილესთან დაკავშირებით ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება. 4დღიანი პროგრამა ფართო საზოგადოებას ცნობილი ქართველი რეჟისორის, პროდიუსერისა და მსახიობის შემოქმედებას გააცნობს. ბატონ გელა, მოგეხსენებათ ძალიან ნაყოფიერი და დიდი წლების განმავლობაში მოღვაწეობს კინოში, როგორც რეჟისორი, როგორც მსახიობი, როგორც პროდიუსერი და შესაბამისად ამ წლების განმავლობაში მის მიერ შექმნილი ფილმები გვაქვს წარმოდგენილი დღევანდელ რეტროსპექტივაზე. რეტროსპექტივა გაიხსნება მხატვრული ფილმით უბედურება. ტრაგიკომედია გელა კანდელაკმა 1979 წელს დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაიღო. სურათი აღდგენილი სახით პირველად იქნება წარმოდგენილი. ხმა მოიღეთ, რამ დაგამუჯა? მოხარული ვარ, რომ დღეს იწყება გელა კანდელაკის რეტროსპექტივა. ესე იგი, ჩვენ ვნახავთ გელას ფილმებს, როგორც დოკუმენტური ფილმის რეჟისორი, როგორც მხატვრული ფილმის რეჟისორი და მის ხელმძღვანელობით შექმნილი ანიმაციური და ანიმაციური დოკუმენტური ფილმები იქნება ნაჩვენები. 1971 წელს ეკრანებზე ოთარ იოსელიანის ფილმი იყო შაშუმ გალობელი გამოვიდა. რეჟისორი აღნიშნავდა, რომ გადაიღო სურათი ადამიანზე, რომელიც წვრილმანებზე ხარჯავს თავის ენერგიას და უაზროდ კარგავს დროს. გია აღლაძე, რომლის როლსაც სწორედ გელა კანდელაკი ასრულებდა, საოპერო თეატრის ორკესტრის ლიტავრისტია. 29 მაისს კინოთეატრში მაყურებელს საშუალება ექნება კიდევ ერთხელ ნახოს იოსელიანის უკვდავი ფილმი. ცოტა გაფაჭნილია. არ მოგწონს? არა, მომწონს, როგორ არა, მაგრამ ჩემია, შენია. 30 მაისს კი პროგრამა დოკუმენტურ ფილმებს დაეთმობა. წარმოდგენილი იქნება ფილმები დღეს, გრძელი ღიღინი, ფეხბურთი უბურთოდ და ბავშვთა ნახატების გამოფენა. მოეწყობა კიდევ ერთი დოკუმენტური სურათის ხმელეთი 0,47% ჩვენება. 2011 წელს ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტ ისაიასთან ერთად გელა კანდელაკმა შიდა ქართლის ისტორიულ სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი დააარსა. მისი რეტროსპექტივის ერთ-ერთი მთავარი კონცეპტიც მისი პროდიუსერობით გადაღებული ანიმაციებია, სახელწოდებით ყორანი, ჭირი და მოლოდინი, რომელიც 31 მაისს იქნება წარმოდგენილი. გელა კანდელაკს 86 წელი შეუსრულდა. მასთან ერთად მისივე შექმნილი ხელის ჩრდილების თეატრისა და პირველი სპექტაკლის წელიწადის 4 დროს დაბადების დღეცაა. როგორც ამბობენ, ყველაფერი 1982 წელს თბილისში დაიწყო, როცა გელა კანდელაკმა სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდები ერთად შეკრიბა. თოჯინების არქონისა და უსახსრობის გამო კი ჩრდილები გაახსენდა და ხელის ჩრდილების თეატრი ბუდრუგანა შექმნა. დღეს ბუდრუგანა საქმეს ბუდრუგანა გაგრა აგრძელებს, რომლის ბირთვიც გელა კანდელაკმა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ახალგაზრდებისგან შეკრიბა. თეატრმა დღემდე არაერთი ქვეყანა და საქართველოს მრავალი ქალაქი თუ სოფელი მოიარა.